ვარ ლაზარე ლიბერტელიანი 8 წლის. ვსწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში, ფილმის ყურება, წიგნის კითხვა, ცელქობა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ჯერ ჩემი ვსწავლობდი, მერე წრეზე დავდიოდი და ეხლა ისევ ჩემით ვსწავლობ. ხატვის პროცესი იმიტომ მომტანს, რომ როცა გაბრაზებული ვარ, მაწნარებს. არადა ხშირად ვარ გაბრაზებული და ხატვა ძალიან მშვენიერი. ყველაზე უფრო მეტად ბრაზდები ჩემი და რომ აჯავრებს. მაგალითად რაღაცას უყურებ, პირდაპირ თმებში წამაფრინდება, მომწეწკრის და პულს მართმევს. ნერვებს რომ არ მიშლიდეს, ისე ძალიან კარგი გოგოა. კიდევ კარგი ხატვის დროს არ მიშლის ხელს. ყველაზე ხშირად ვხატავ პეიზაჟს. ფერების განაწილება მომწონს და კარგად გამოდის. ძალიან მიჭირს ადამიანის ხატვა და მინდა მალე ვისწავლო. მინდა ნახატები შევაკრავო, მაგრამ ჩემი და არ მაძლევს საშუალებას. ჩემი საყვარელი ფერია შავი და არ მიყვარს თეთრი. იმიტომ თეთრს დიდად არ ვიყენებ. ჩემი აზრით მე ხატვის ნიჭი მაქვს ბაბუასგან. ახლა გადარცვლილია, მაგრამ ვიცი რომ ახალგაზრდობაში კარგად ხატავდა. კიდევ დარწმუნებული ვარ, მაქვს ფეხბურთის თამაშის ნიჭი. დაახლოებით 3 თვეა, რაც ვთამაშობ ხიხანში. მაინც და მაინც ხიხანში იმიტომ მივედი, რომ იქ ჩემი ერთი მეგობარი თამაშობდა. მე ცოტა ავირიე, ჭიდაობაზე შევედი, სანამ ეჭიდაობოდი, ჩემი მეგობარი სხვა გუნდში გადავიდა და მე ხიხანში დავბრუნდი. ყველგან კარგად თამაშობ, მაგრამ ყველაზე კარგად თავს ვგრძნობ მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობა სწრაფი შეტევის წამოწყება. მაქვს ძლიერი დარტყმა და გამაქვს ბევრი გოლი. ჩემს კარიერაში გატანილი მაქვს დაახლოებით 120 გოლი. სხვათა შორის ეს გოლი გავიტანე დღეს. როცა პენალტების სერიას ვიყავით, ჯერჯერობით 0-0 იყო. ბოლოს წინა დარტყმა ჩემი იყო და პირველი გოლი მე გავიტანე. ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო და დიდხანს დამამახსოვრდება. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო და საყვარელი გუნდია რეალი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი 7 ნომრით. მიყვარს ჩემი სკოლა, რადგან ჩემი მასწავლებლები და კლასელები ძალიან კარგები არიან. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის გიორგი სარჯველაძე. ყველაზე ჭკვიანი არის აკო. ყველაზე მშვიდია ემილი ბერიძე. ყველაზე ბედნიერი მგონია საბაკ იკნაცი. მე ვარ ყველაზე ცელქე და ყველაზე სიმპათიური. ვარ კარგი ბიჭი და მყავს ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 28 წლის. შვილებს დავარქმევ ნიკოს და მარიამს. ჩემი საყვარელი საგანია ისტი. საყვარელი მასწავლებელია ნაირა ჭკუასელი, რადგან ის არის ბედნიერი, მხიარული და კეთილი. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ყოველ დღე კარგი სახით ჩემოდის ჩვენს კლასში. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე მეცნიერი. მეცნიერობა იმიტომ მინდა, რომ ახალი რაღაცები შევისწავლო და გამოვიგონო. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მოჭიდავე. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, იმიტომ რომ არ მინდა ბავშვობამ ძალიან მალე გაირბინოს. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი და დედა, მამა და დეიდა. კიდე მინდა მყავდეს 9 ძმა. ჩემი და არის 7 წლის და ქვია ლილე. ის არის ლამაზი, ჭკვიანი, გონებრივი და ძალიან ცელქი. ჩემი აზრით, ლილე რომ გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის ჩემსავით სიმპათიური, ძლიერი და შრომის მოყვარე. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი, თბილი და ჭკვიანი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად გააკეთებს ხარჩოს. დეიდა არის ჭკვიანი, საქმიანი და დედიკოსავით ლამაზი. ჩვენ ვართ ლამაზები და სიმპათიურების ოჯახი. კითხვა შემაყვარა ერთმა წიგნმა, რომელსაც ერქვა კაქტუსი აფრიკაში. ფეისათვის წაკითხული მაქვს 15 წიგნი და მინდა წავიკითხო კიდევ 100 წიგნი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი მე და ჩემი მეგობრის საოცნებო პორტალს. როგორც და რომ შევიდეთ ჩიქ, ერთი ოცნება ყოველთვის აგვისრულდება ყოველ მეორე დღეს. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს?
მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ელექტროსკუტერი, რომელიც მხოლოდ ჩემს განკარგულებაში იქნება. ბედნიერება არის დედამიწის კარგად ყოფნა, ადამიანები რომ იყვნენ ჯანმრთელები, პორტლები, გადაადგილების საშუალება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.